საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში დასასვენებლად მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა გადავაქციოთ პატრიოტთა ბანაკები დემოკრატიის სკოლა დემოკრატია არ არის მხოლოდ ის რომ ლიდერმა გადაწყვიტოს ყველაფერი ამიტომ კარგი იქნება სკოლებში მოსწავლეებს შორის თვითმმართველობების არჩევა თქვა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას და ბანაკის წევრებს ანალოგიური არჩევნების ჩატარება შესთავაზა. შეგახსენებთ რომ პატრიოტთა ბანაკი მოსწავლეთა პირველ ნაკადს მასპინძლობს. საკურორტო ზონაში ქართველი ბავშვები აზერბაიჯანელ და სომეხ თანატოლებთან ერთად ისვენებენ. ერთაშორის ერთად დაყოფას ერთმანეთზე გადაკიდებას სპორტ დარბაზებით. რა თქმა უნდა, ყველა სამეზობლოში არ არის კარგი სათამაშო მოედანი, მაგრამ 1000-ზე მეტი სათამაშო მოედანი გავაკეთეთ, ზუსტად ისეთივე, როგორც არ აინტერესებდა არც სამეგრელოსთვის, ძველი ლაზიკასთვის, კოლხეთისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო, კულტურული საგანმანათლებლო ცენტრი. ამიტომ აღორძინება ამის ასევე არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული რეგიონალური ცენტრის აღორძინება. მაგრამ თქვენი ბანაკის მნიშვნელობა არის ბევრად უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ისტორიული ადგილის აღორძინება. საქმე იმაშია რომ აქედან 2 კილომეტრში იწყება ქართველებისგან, ესტონელებისგან, უკრაინელებისგან, ქართველი სომხებისგან, ქართველი აზერბაიჯანელებისგან თავისუფალი ზონა. ოკუპირებული ტერიტორია. და არის ორი რაღაცა, რასაც თავარი, რასაც გვახოდენ თავს. ერთი რომ ითვლებოდა რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიაზე არსებობს ორი მოდელი. ერთი არის პუტინის წაბილურობა, მეორე ელცინის ქაოსი. საქართველოს მაჩვენა მესამე მოდელი. აი ეს თელი განვითარება, ეს თელი სასტუმროები, აი ეს თელი ახალი ბულვარი, ახალი ულამაზესი ხიდი. ქვეყანაში რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი. აჩვენებს ყველა პოსტსაბჭოთა ხალხს და აქ ჩამოდის ბევრი ასევე სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან რომ თურმე არსებობს მესამე მოდელი, ამიტომაც ვარ ჩვენ მათთვის საშიში. ამიტომ უშლით ასე ნერვებს. და მეორე საკითხი. ის ეფუძნებოდა ერთაშორის განსხვავებებს, ერთაშორის ერთად დაყოფას, ერთმანეთზე გადაკიდებას, სხვადასხვა რელიგიური წამსის აღსარებლობის, სხვადასხვა კულტურის ადამიანებით მანიპულირებას, ერთმანეთთან დაპირისპირებას და ამით მართვას. აქ ამ ბანაკში არიან დღეს ქართველი აზერბაიჯანელები, ქართველი სომხები, რომელიც სხვასთან ერთად ქართულს სწავლობენ აქ, რაც ძალიან სასარგებლოა და სხვა ეთნიკური, სხვა წარმომავლობის, სხვა ქართველები და ბუნებრივია ჩვეულებრივი სხვადასხვა საქართველოს კუთხეების წარმომადგენლებიც. ის რომ თქვენ ერთად ხართ, ასევე პასუხია იმ ოკუპაციას, რომელიც იქით არის. იმიტომ რომ ჩვენი ოცნება საქართველოს ეს არის მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური ადამიანების ერთობა და ჩვენ გერბზე კარგად ხატია ძალა ერთობაშია. ჩვენი სისუსტე იყო რომ ყოველთვის გვაპირისპირებდნენ. ჩვენი სისუსტე იყო როდესაც რუსეთი აფხაზეთში ხელს აფართოვებდა 90-იან წლებში. დააპირისპირეს ერთმანეთს ეთნიკური ქართველები, მეორე ეთნიკურ ქართველებს. გალელები, ოჩამჩირელებს, სოხუმელები, ზუგდიდელებს, აფხაზები ქართველებს, სომხები ქართველებს. და მე ძალიან ადვილი იყო ხელის ფათური. მაშინ რო ქონდა ეს გამოცდილება, რომელიც დღეს გვაქვს, ამას ვერ გაგუკეთებდა იმპერია. მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ვისწავლოთ და დღეს მაინც ვერ მოახერხოს ვერავინ ამ ყველაფრით მანიპულირება ჩვენ საწინააღმდეგოდ. იმიტომ რომ ჩვენაცაც ვქნით აქ ეს დარჩება სამუდამოდ საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ამას აქვს გადამწყვეტი სიმბოლური მნიშვნელობა ყველა თავისუფლების მოყვარე ერებისთვის საქართველოს გარშემო.